მოგესალმებით დიანა. პრინციპში ჩვენ სამუშაოს მიუყვებით ერთი მხრივ ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მეორე მხრივ ლელო ჩვენ პრინციპში თქვენს ეთერშიც თუ სწორად მახსოვს მე პირადადაც ნათქვამი მაქვს რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ ვადას რომელიც კანონმდებლობით გვაქვს ჩვენ მონიჭებული ვსაუბრობ 4 სექტემბრამდე რომ მაქსიმალურად მისაღები კანდიდატი იქნას შერჩეული თქვენ იცით რომ ჩვენსა და ლელოს შორის შეთანხმება რაზეც შედგა და მთელი არსი ამ შეთანხმების არის ის რომ გამოვრიცხოთ ერთმანეთის კონკურენცია პრინციპში ბოლო წლების განმავლობაში პირველად არის ესეთ შეთანხმება და ჩვენ მაქსიმალურად ჩვენ და ლელო ერთობლივად მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ვადებს რომ კანდიდატები თქვენ იცით რომ მხოლოდ თბილისზე არ არის ხო საუბარი ზოგადად საქართველოს მასშტაბით ყველასთვის მისაღები ღირსეული ისეთი კანდიდატები წარუდგინოთ ჩვენ საზოგადოებას როგორცაც იმსახურებს ჩვენი საზოგადოება და მათ შორის ისეთი კანდიდატები შევარჩიოთ, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდების მხარდამჭერების მხარდაჭერა ექნება, არამედ მათ შორის იმ პოლიტიკური ძალების ამორჩევლების თუ ყოფილი ამორჩევლების მხარდაჭერასაც მოიპოვებენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო არის, ვინ იქნება წარდგენილი ოცნების მხრიდან, მაგრამ ხო ჯერჯერობით როგორც უყურებთ, ეთანხმებით იყო იქ რაღაც მანამდე გაურკვეველი განცხადებები, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება, უბრალოდ საბოლოოდ, როგორც ჩანს, ოცნება კვლავ კახი კალაძეზე შეჯერდა. რატომ კვლავ რაღაც სხვა არჩევანი, ან დილემური რატომ იყო კალაძის კანდიდატურა, როგორ ფიქრობთ? ანუ იქ გამომდინარე იმ პროცესებიდან, რაც ოცნების წიაღში მიდის, თქვენი გუნდი შესაძლოა ყველაზე მეტად არსებულ პოლიტიკურ სპექტრში იცნობს ოცნების შიდა სისტემას, ან გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ან მეტი იცის სხვებზე ამ მხრივ. კი, ნუ ეს ბუნებრივიც არის, ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენი გუნდი მაშინაც, როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ ოცნებას ამ რაღაც კლანურ, ასე ვთქვათ, თამაშებში არასდროს არ ყოფილა ჩართული, ეს მე მგონი გამოჩნდა კიდევაც განსაკუთრებით ბოლო თვეების და ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ზოგადად ხო ყოველთვის იყო ხოლმე ხო ეს დაჯგუფებები და ბოლოს ვნახეთ რომ ეს დაჯგუფებები ერთმანეთის სროლაზეც კი გადავიდნენ და ვერ გაუყვიათ კორუფციულად მოპარული ფული. ძალიან ზედაპირზეც ჩანს ერთ-ერთი საქართველოს განსაკუთრებით თბილისი ისეთი მჭიდრო სოციალური კავშირებია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ძალიან სწრაფად ვრცელდება ეს ამბები და დამალული არაფერი არ რჩება ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. და ამასაც რო თავი დავანებოთ, ზედაპირზეც ჩანს ეს ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჯგუფებები ოცნებაში, რომელიც სხვათა შორის ასევე გამოსაყენებელია ოპოზიციის მხრიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს შიდა დაჯგუფებების დაპირისპირებები მაინც და მაინც მისაღები და მაინც და მაინც ძლიერად, მოდი ესე ვთქვათ, არაჩენს თავად ოცნებას თვითონ პარტ-აქტივში, ხო, იმიტომ რომ ამ დაჯგუფებებს შესაბამისად თავისი პარტიული აქტივიც ერთიანი არ არის ასეთ შემთხვევაში, ერთმანეთს შეყურებენ, ვიღაცის ჯიპშია ჩამდგარი და ასე შემდეგ, ეხლა ჩვეულებრივი რაღაცა თამაშებივით არის და რა თქმა უნდა ეს ვითარებაც მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს, მოდი ასე ვთქვათ, ოცნების ვერტიკალს, რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მინდა გკითხოთ კანდიდატებზე, რა ტიპის მექანიზმი ან შეთანხმება რაზე გაქვთ თქვენ ორ გუნდს ამ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ჩართოთ ამ პროცესში მაგალითად იაგო ხვიჩიას გირჩი, რომელიც ასევე არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, რაიმე საუბარი გაქვთ თუ არა მასთან, არ ვიცი, მოკლედ მხოლოდ ორპარტიულია ახლა ეს შეთანხმება და მესმის თქვენ წეღან თქვით, რომ ისეთ კანდიდატებს ეძებთ, რომ სხვა პარტიების ამომრჩევლისთვის, რომელიც გადაწყვეტს არჩევნებზე გასვლას, იყოს ეს მისაღები, მაგრამ ლელოს წარმომადგენელმა ახსენა სოციოლოგიური კვლევა. ამ მხრივ თქვენც ხართ ამ პროცესის მონაწილე, ანუ ჩამოწერეთ კანდიდატები, ჩაუშვით საკვლევად და ახლა ვიზეც იქნება მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ნდობა ან მოწონების მაჩვენებელი მაღალი, შემდეგ გაივლით ამ კანდიდატებს?
პირველ ნაწილს ვუპასუხებ თუ შეიძლება გირჩიდან მოლაპარაკებები არ გვაქვს იცით რომ ეს კონკრეტული მემორანდუმი გაფორმდა ჩვენსა და კონკრეტულად ლელოს შორის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მთელი შეთანხმების არსი არის ის რომ ერთმანეთის კონკურენცია არ გაუწიოთ და მაქსიმალურად რაც თავარი პრინციპია ჩვენთვისაც და ლელოსთვისაც რადგან ცალსახად ჯერდებით არის რომ მართლაც ისეთი მაქსიმალურად კონსენსუსური კანდიდატები იქნას შერჩეული, რაც თავის თავში აუცილებლად მოიაზრებს გამეორება გამომდის, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენთვის, რომ მათ შორის იმ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომელთა მანამდე მხარდაჭერილი პარტიებმა გადაწყვიტეს ბოიკოტი. ბოიკოტი მათი არჩევანია. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ საკუთარ ამომრჩეველს ახმოვანებენ ამ ბოიკოტით, რამდენად ფიქრობთ, მით უმეტეს თუ ეხლა 2 აგვისტოს აქცია დანიშნული, მაგალითად ბათუმში ევროპული მარში, სწორედ არჩევნებში არ წამსვლელი პარტიების აქცია, მსვლელობა, შეკრება იქნება. ამ ხრივ, როცა იქნება ასევე კომუნიკაცია ამომრჩეველთა, რომ ეს სწორი გზა და ის არასწორი, ანუ არჩევნებში წასვლა, ეს არ იმოქმედებს, ახლა შეიძლება სრულად არა, მაგრამ დიდწილად ამომრჩეველსაც დატოვებს თუ არა ბოიკოტში. მე მჩნევა შტაბ-ეშტილება, რომ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი თბილისურ ეგრეთ წოდებულ ბაბლში ჩაიკეტა და ეს მათ გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე და იგივე მესიჯებს ძალიან ეტყობა, თუმცა ეს მათი გამოწვევა არის. ბათუმში გადიან ახლა. ყოველთვის ეს იყო. ჩვენი სიძლიერე ყოველთვის ეს იყო და არც გქონდა ჩვენ სხვანაირი ფუფუნება დიანა, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენ შეზღუდული რესურსების პოლიტიკური პარტია ვართ, ამიტომ ჩვენ არც გქონია არასდროს იმის ფუფუნება, რომ ჩვენ საშტაბო მუშაობა და რეგიონებში მუშაობა ერთი დღითაც გაგვეჩერებინა ბოლო 4 წლის განმავლობაში. რახან ამის ფუფუნება არ გქონდა და პირიქით ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა განწყობები არსებობს მათ შორის რეგიონებში. ბოიკოტისტი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში გარდა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლანცხვისა და თავდასხმისა მე პირადად არაფერი მომისმენია, ისევე როგორც მათ ამომრჩეველს არაფერი მოусმენია, იმიტომ რომ ისინი ტელევიზორს ადევნებენ, ბუნებრივია თვალყურს. ეს რა თქმა უნდა ამ პარტიების გადასაწყვეტია, მაგრამ მე რაც 100% მათ მოусმენიათ, რომ რჩებით წინააღმდეგობაში, ჩვენ არ მივდივართ არჩევნებზე, არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას და ველოდებით შიგნით პროტესტით, გარეწნეხით, ოცნების წიაღში მიმდინარე პროცესით, სადღაც შედეგამდე მისვლას. ამ ყველაფერს ჩვენც ვაკეთებთ ისედაც. ამ ყველაფერს ისედაც ჩვენც ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენ არ შეგვიზღუდავს ჩვენი საბრძოლველი, ესე ვთქვათ, ველი და ამ ბოიკოტისმა პარტიებმა შეიზღუდეს, ანუ საკუთარ თავს აუგრძალეს გარკვეული ტიპის, ესე ვთქვათ, საბრძოლველი იარაღების გამოყენება და ჩვენ ეს არ შეგვიზღუდავს. ნამდვილად ერთმანეთს არ გამორიცხავს არც ერთი, აი ეს რაც ჩამოთვალეთ ბოიკოტისტი პარტიების, რასაც აცხადებენ, თუ კი აქტიურად არაფერს აკეთებს, ეს უფრო უბრალოდ სადღეგრძელოს ემსგავსება, მაგრამ ჩემი მიზანი ის არ არის, რომ ბოიკოტის პარტიებზე ვისაუბრო, მაგრამ ჩემი მიზანი ნამდვილად არის, რომ ვესაუბრო იმ ამომრჩეველს, რომელიც მაგრამ როცა ისინი ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე და იყვნენ ბოიკოტში, ბუნებრივია დიანა გაზიანებთ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, მე არ მიყვარს ხოლმე მართალი გითხრათ ოპოზიციურ პარტიების თავდასხმა, მაგრამ ეს ისეთი მავნებლობაა, მეც მომისმენია ზოგიერთი, ყველასგან არა სხვათა შორის. აქაც როგორც ჩანს ბოიკოტისტი ოპოზიციური პარტიების აზრები იყოფა, იმიტომ რომ ზოგიერთი ლიდერისგან მომისმენია, რომ ვივლით, ასე ვთქვათ, რეგიონებში და კამპანია ჩავატარებთ იმ ოპოზიციის წინააღმდეგო და ესე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგო, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩაატარეთ კამპანია არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ, ანუ ჩვენ კამპანიას ჩავატარებთ იმაზე, რაც ხდება განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რაც ხდება საქართველოში და კამპანიას ჩავატარებთ იმ მავნებლობაზე, რა მავნებლობასაც ოცნება ამდენი თვის განმავლობაში ესე აქტიურად მიზანმიმართულად უკეთებს საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იმ ოპოზიციური
არ ვერ დავემსგავსებით იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ოცნების ნაცვლად ოპოზიციურ პარტიების წინააღმდეგ აპირებენ თურმე კამპანიის ჩატარებას და ასე თურმე რეჟიმის დამხობას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, კამპანია, რომელიც უბრალოდ ვერ აიხსნება, კამპანია, ვერც სახელმწიფოებრივად, ვერც საერთაშორისო თვალსაზრისით მართალი გითხრათ და ვერც მოქალაქეობრივად ვერ აიხსნება კამპანია ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველს სამწუხაროდ დაბალი რწმენა აქვს საკუთარი ხმის ძალისადმი, ასეთ ქვეყანაში ისეთი მავნებლობაა დიანა ჩაატარო კამპანია და ამომრჩეველს უთხრა რომ არჩევნებზე არ მიხვიდე, რომ ამის შედეგებს სამწუხაროდ ამ კამპანიამ შეიძლება ძალიან დააზარალოს არა მხოლოდ ეს მიმდინარე პროცესი, არამედ მრავალი წელი შემდგომ ისევ ამ პარტიების სადარდებელად იქცეს, თუ კი ისინი ასეთ კამპანიას ჩაატარებენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანებს აპირებენ მაგრამ ასევე დაინტერესდება ვის მეტინჯობა აქვს საზოგადოებაში, ანა. დიანა, თვითონ ეს იდეა, რომ ჩავატარო კამპანია და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ არ დაიჯერო კონსტიტუციის, იმიტომ რომ კონსტიტუცია ოცნების არის, არ დაიჯერო არჩევნების, იმიტომ რომ არჩევნები ოცნების არის. ბოდიში, დიანა, ეს არჩევნები ოცნების არ არის. ოცნებას უნდა რომ ადამიანებს დააჯეროს, რომ არჩევნები არის ოცნების და არ არის. ოცნებას უნდა ადამიანებს დააჯეროს, რომ კონსტიტუცია ოცნების არის და არ არის. ეს კონსტიტუცია არის საქართველოს მოქალაქეების და მანამ სანამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან ღრმად არ ექნება იმისი გააზრება და რწმენა, რომ ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ თვითონ არის და არა ივანიშვილი და არა ნებისმიერი პარტია თუ ოლიგარქი თუ ასე შემდეგ, მანამდე სამწუხაროდ სანამ აი ამ გაცდას პირიქით არ გავამყარებთ ჩვენს მოქალაქეებში, სამწუხაროდ მივალთ ხოლმე ესე ვთქვათ იმ ჩიხუბ მდგომარეობამდე, სანამდეც ეხლაც ვართ მისულები და ბოიკოტისტი ოპოზიციონერი პარტიები ყველას არ ეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ მე მომისმენი ამაზეც განსხვავებული აზრები თავად ამ პარტიებში, მაგრამ ის ბოიკოტისტები, რომლებიც ამბობენ კამპანიას ჩავატარებ, რომ ხალხო არჩევნებზე არ მიხვიდა, იმიტომ რომ ეს არჩევნები ყოფილა ოცნების, არჩევნები ოცნების არ არის. არჩევნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და საქართველოს თითოეული მოქალაქე არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო. არც პარლამენტია ამლოგი კითხვების, რომელში მუშაობაც გადაწყვეტილებაც არ მიგიღიათ თქვენ და მიუხედავად იმისა, რომ მანდატები არ დაგიწმიათ, არ ვაპირებთ დათმობას. არ ვაპირებთ ამ მანდატების დათმობას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტის თქვენივე ლოგიკიდან გამოვდივართ და მაშინ გეკითხებით, ეს ვთქვათ, გიბრუნებთ კითხვას, რომ არც პარლამენტია ბიძინა ივანიშვილის. ნამდვილად არის პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ნამდვილად არ დაგვითმიათ, არ გვიჩუქებია ჩვენი მანდატები, თუმცა ნამდვილად ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თქვათ იგივე მეც პირადად ამ პირველ 12-ში ვიყავი, ხო, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც იყო, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა. საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ მომბობ ამ პარტიებზე საუბარს მათ უნდა ახსნან, აყევით გაითვალისწინეთ და აყევით არა დიანა პოლიტიკაში ყოველთვის კონტექსტის და სიტუაციის მიხედვით იღებს პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას. უბრალოდ მთავარია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს არ ეწინააღმდეგებოდეს. კიდევ ერთხელ მომბობ, როდესაც ადამიანს ეუბნები, საკუთარ ამომრჩეველს ეუბნები, რომ მოდი რაღაცის გაკეთებისგან თავი შევიკავოთ, ეს თავშეკავება და ფეხი-ფეხზე გადადება არ არის მიზნისკენ სვლა და იმისი ლოდინი, რომ აი ახლა ოცნებაში ჯახია და იქნება ჩამოიშალოს თავისით, ეს არ არის ადეკვატური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და არ მინდა ახლა კიდე დეტალებში შესვლა. ზოგიერთი ოპოზიციონერი დასასვენებლად თუ არის წასული ამ სიტუაციაში. მართლა არ არის ეს ჩემი მიზანი. თქვენ არ აპირებთ დასვენებას? ნამდვილად არ არის ეს ჩემი. არა, ვერ ვაპირებ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა არის გასაწევი. ვიზე მიანიშნებს, მაშინ ბარემ ორი წელია არ დამისვენია დიანა მე პირადად, არც 2024 წელს, იმიტომ რომ მაშინაც საარჩევნო წელი იყო და არც წელს არ ვაპირებ, სამწუხაროდ ვერ ვაპირებ. არ აქვს მნიშვნელობა გადახედოს მაყურებელმა, რომელი ოპოზიციონერი ლიდერი არის საერთოდ გამქრალი, ბუნებრივი არ გულისხმობ მათ, ვინც იმყოფებიან პატიმრობაში, ამ ლიდერებზე არ მაქვს საუბარი. ეს უკვე მედიას გაისვენებდა და ვერ რა თქმა უნდა, ამაზე არ არის ხო საუბარი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მომბობ, ეს არ არის ახლა ჩემი ინტერესის სფერო, ჩემი ინტერესის სფერო არის ამომრჩეველი, მათ შორის ოცნების ამომრჩეველი,
და ჩვენი ესე ვთქვათ ერთ-ერთი მიზანი არის რა თქმა უნდა ოცნების ამორჩეველი, განსაკუთრებით პროდასავლური ამორჩეველი დიანა, რომელიც ხედავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოცნებამ რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, რომ პირდაპირ გამოვიდა და რო იძახის რომ ნაცებზე უკეთესი ვარო ადამიანებს ცემა სისტემურად. თქვენი კოლეგა პირველი ხალი ჟურნალისტი არის პოლიტიკური პატიმარი, გამოვიდა და პირდაპირ თქვა არჩევნებამდე ხომ პირდებოდა რომ შვიდობით და ღირსებით შეგიყვანთო ევროპაშიო გამოვიდა და პირდაპირ გააჩერა 78 მუხლი და აღარ გავაგრძელებ იმ კასკადს მავნებლობისა და მოღალატეობის ქმედებებისა, რასაც ოცნება ბოლო თვეების განმავლობაში აწარმოებს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. წარმოუდგენელი მავნებლობაა ჩემთვის პირადად, აი ეს ხალხი უბრალოდ შევატოვოთ ოცნებას. ამის გარდა რა თქმა უნდა ბუნებრივია, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ის ამორჩეველი დიანა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში უყურებს სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების კრახს, მოდი პირდაპირ თავისი სახელი დავარქვათ. მე წარმომიდგენია ვიყო იმ პარტიის ამორჩეველი, რომელიც 13 წლის განმავლობაში ვერასდროს ვერაფერს აღწევდეს. აი ამ როცა ამბობთ რომ ოპოზიციურ კრახს თქვენ გუნდს გამორიცხავთ ამ საერთო ოპოზიციურ დახასიათებაში. ჩვენს გუნდს ერთადერთი უშოთდომო ნამდვილად არავინ არ არის დიანა, მაგრამ ერთი რაც არის ფაქტი არის ზუსტად ის, რომ მანამ სანამ ოპოზიციურ ველზე ჩვენი პარტია არ შემოვიდა 2021 წლის არჩევნებზე მაქვს საუბარი, ოცნების ამორჩეველს, ოცნების ძალაუფლებას, მათ შორის 2021 წლის არჩევნების ადგილობრივი არჩევნების შედეგები რო ავიღოთ, ვერავინ ძრვა ვერ უქნა. ეს არის ფაქტი. და ეს რომ იცის ოცნებამ ძალიან კარგად, ამიტომ აქვს განსაკუთრებული აგრესია გიორგი გახარიას და გიორგი გახარიას გუნდის წინააღმდეგ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს. დინამიკაში რომ შევხედოთ 2021 წლის 40 დინამიკაში რომ შევხედოთ ჩვენს პარტიას აქვს ზრდა 24-ში 54. ნახეთ? აღიარებთ არაღიარებთ როგორ აქვს აღებული ოცნებას ესე 20-საც არაღიარებთ. არა ვერ გავწდებით დიანა ერთი წუთით 2024 რაც ოცნებამ ციფრებით დიანა შეხედეთ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ზრდის მაჩვენებელს. ციფრები აჩვენებს ამას. 2021 წელს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ბოლო ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც ოცნებამ რამოდენიმე მუნიციპალიტეტში წააგო. ოღონდ წააგო, მანამდე ნაცმოძრაობა ამას ვერ ახერხებდა ვერასოდეს. ეს ხო ფაქტია. და რა თქმა უნდა ჩვენი პარტიის ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე შემოსვლა იყო ფაქტორი, რამაც ეს განაპირობა. სამწუხაროდ ის რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა და რაც გააფუჭა, მოდი ესე ვთქვათ, ოცნებამ, ნუ აღარ გავიმეორებ რამდენი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ როგორი მკაფიო განცხადებები გაკეთდა არჩევნების გაყალბების სისტემურობაზე, მაგრამ აი თქვენ რო სვამთ კითხვას, რომ თქვენ გეხებათ თუ არა ეს შეცდომები ყველას გვაქვს დაშვებული. მათ შორის ოპოზიციის შეცდომა არის ის, რომ სამწუხაროდ დღეს ოცნება ყავს იმაზე მეტი ამორჩეველი, ვიდრე იმსახურებს. და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია არის ის პარტია, რომელსაც აქვს წვდომა ოცნების პროდასავლურ ამორჩეველზე და ამ ამორჩეველს ზუსტად იმიტომ ვიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რომ ამ ამორჩეველს ბიულეტენზე რომ მივადა არ დახვდეს მხოლოდ 41. იმიტომ რომ ამ ადამიანების უბრალოდ შეტოვება ოცნებისთვის არის უბრალოდ დანაშაული. ამიტომ რა თქმა უნდა დიანა ჩვენც ძალიან კარგად გვესმის რომ მუნიციპალური არჩევნები არ არის ცენტრალური პოლიტიკის განსაზღვრელი არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები ხომ მოვიდა. მე ხო არ დამინიშნია ეს არჩევნები, არც ოცნებას არ დაუნიშნიეს კონსტიტუციით განსაზღვრული არჩევნებია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოცნება და ზოგიერთი ოპოზიციონერი ერთხმაში რო ამბობს, რომ ეს თითქოს ოცნების არჩევნები არ არის, ეს ოცნების არჩევნები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არჩევნები, რომელიც ტარდება მაშინ, როდესაც ამას ამბობს კონსტიტუცია და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს არჩევნები მოვიდოდა, იმ დროს, როცა მოვიდოდა. და ყველა ძალიან კარგად ესმის ეს რაღაცა სპეკულაციები ვიმეორებ ორივე მხრიდან. გაოცებული ვარ ხოლმე ზოგჯერ ის ერთ-ერთში იმეორებს ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ოცნების ლიდერების ნათქვამებს და მერე კობახიძე გამოვა და შეაქებს ხოლმე ამ ოპოზიციონერ ლიდერებს მინიმუმ ამითი უნდა მიხვდე რომ რაღაცას არასწორს აკეთებ. როდესაც რამდენიმე კონკრეტული და იმედის მუდმივი სპიკერი ხარ. მინიმუმ ამით უნდა მიხვდე ოპოზიციონერი ლიდერი რომ რაღაცას მინიმუმ არასწორად აკეთებ, როდესაც ფავორიტი სპიკერი ხარ რუსთავი 2-ის. ვის გულისხმობთ აქაც კითხვა გამიჩნდა?
ნაცმოძრაობის წევრებზე განსაკუთრებით. ნაცმოძრაობის წევრების რუსთავიორზე რომ პატიჟებენ სტუმრად სოციალური, არა, მხოლოდ პატიჟზე არ არის საუბარი, შეგიძლიათ მედია მონიტორინგი, მათ შორის სოციალური მედიის მონიტორინგი ჩაატაროთ. ხაბეიშვილი ახლა აქტიური, იმიტომ რომ თავადაც არის აქტიური, თავისი განცხადებებით არის აქტიური, მას გულისხმობთ? შეგიძლიათ ძალიან მარტივად დიანა შეხვიდეთ მაგალითად რუსთავიორის ფავორიტი სპიკერი დღეს ვინ არის დარწმუნებული ვარ ბევრი წვალება არ დაგჭირდებათ საუბარი მაქვს ნაციონალური მოძრაობის იმ ლიდერებზე რომლებიც იმის ნაცვლად რომ ოცნებასთან ბრძოლით იყვნენ დაკავებული ოპოზიციით არიან დაკავებულები და მე გამოდის ირაკლი კობახიძე და პირდაპირ მნიშვნელობით ბუკვალურად მათ აქებს შეგიძლიათ მარტივად გადამოწმოთ რა ვინებზე მაქვს საუბარი